და მინდა გავიხსენოთ ახლა რაღაც მომენტები და დეტალები ძვირფასებო. ამიტომ რომ ძალიან ბევრი და რა თქმა უნდა ეს უდიდესი დღესასწაულია და ძალიან იშვიათად ხდება რომ ერთი და იგივე დღე ემთხვევა ეს დღესასწაული, იმიტომ რომ სწორედ 20 რიცხვს დაემთხვა წინა კვირას როგორც კათოლიკეებისთვის, ასევე მართლმადიდებლებისთვის ეს საღმრთო დღესასწაული. სულ სხვადასხვა დროს ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს და რა თქმა უნდა პროტესტანტები ჩვენ ხან ერთის დღეს ვზეიმობთ, ხან მეორეს, იმიტომ ჩვენ სულ ვზეიმობთ ამას, იმიტომ ჩვენთვის იესო ცოცხალია. ამენ? და მინდა რომ ნახოთ, რა მოხდა, იმიტომ ძალიან ბევრი, როგორც საახალწლო ზეიმი ხოლმე. ყველას უხარია, მაგრამ ძირითადად დედები არიან თავჩამოკიდული, იმიტომ რომ იმდენი იმუშავეს. საჭმელი აღარ უხსენო. მაგრამ იცი რა მინდა გითხრათ, უფალი სად იყო ამ დღესასწაულში ჩვენ ცხოვრებაში? იყო სადმე. მოდით ნახოთ, იმიტომ რომ რადგანაც სერიოზულად რამოდენიმეჯერ მქონდა მინიშნება, რომ ამაზე უნდა გამემახვილებინა დღეს ყურადღება. ბევრი გამოცხადებები მომცა უფალმა. და ნელ-ნელა წავიდეთ ახლა ძვირფასებო. ნახეთ. როდესაც ეს დღესასწაულია, ხალხი მოლოდინშია რისი რომ გითხრას ქრისტე აღსდგა და რას პასუხობ? ქრისტე აღსდგა. ამენ. და ესე იგი რა მოხდა? ახლა ერთი წლით ისევ სადღაც მიიმალა იესო ქრისტე? ან ისევ შეიძლება, არ ვიცი, ჯვარზე ეცვას ან მოკვდეს და ერთი წელი რო გავა, მერე ისევ რომ ვუთხრათ ერთმანეთს ქრისტე აღსდგა და გვეტყვიან ჭეშმარიტად. ეს ხო არ არის ძვირფასებო, იესო ცოცხალია. ამენ? და თუ ქრისტე აღსდგა იმაზე ვამბობთ ჭეშმარიტად, რატომ არ შეიძლება ვთქვათ რომ იესო ცოცხალია იმაზე ჭეშმარიტად? იესო ცოცხალია. ეჭვი გეპარება? იესო ცოცხალია. ამენ, არის იესო ცოცხალი. ის არ მოკვდება, ხელმეორედ ჯვარზე აღარავა, იმიტომ რომ სიტყვა კატეგორიულად გვაფრთხილებს მეგობრებო, რომ ის ვინც შეგნებულად სწოდავს, ფაქტიურად ჯვარს აცმევს იესოს და ეს უკვე მკვლელობაა. იქ იესო თავისინებით ავიდა ჯვარზე და მოკვდა ჩვენთვის. მაგრამ ფაქტიურად თუ ქრისტიანი შეგნებულად სწოდავს, მერე რა უჭირს, ცოტათი შეიძლება და ასე შემდეგ ამ, ესე ვთქვათ, თავის მართლებით. ნიშნავს იმას, რომ ესეთ ქრისტიანს ბრალი მიუძღვის დამატებით იმაზე, რომ იესოს აცვამს ჯვარს. და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით ძვირფასებო. ჰალელუია. ნახეთ, რა განსხვავებაა ცოცხალსა და მკვდარს შორის? ძალიან ისეთი არის რაღაც რომ ფორმულები არის საჭირო, მაგრამ ცოტათი მოდით პატარა შედარება გავაკეთოთ. მკვდარი ადამიანი და ცოცხალი ადამიანი. მკვდარი ადამიანი ვინ არის? ვისაც თვალი აქვს, მაგრამ ვერ ხედავს. ამენ? შეგიძლია აკეთო რაც გინდა, ვერ დაგინახავს. შეიძლება რაღაც დისტანცია მორიდების გქონდეს, მაგრამ მაინც ვერ დაგინახავს. ესეა? ყურები აქვს, მაგრამ არ ესმის. რაც არ უნდა იყვირო ან იჩურჩულო, ვერ გაიგონებს. ენა აქვს, მაგრამ არ გეტყვის რამეს, რომ ნუ, აღარ გააკეთო. და ასე შემდეგ, ესეა? ამენ? მე მაგალითი მომყავს ხშირად, ხო? მაგალითად ავიღოთ, თავგამომდებული ჩემპიონი ლოთი. მკვდარს კუბოსთან რომ შემოუწყო ძვირად ღირებული კარგი სასმელები, დალევს. პატარას. რატო ვერ დალევს? მკვდარია. ამენ ძვირფასებო. და ნახეთ, ცოცხალი როგორაა? თვალი აქვს და შეიძლება დაგინახოს. ამენ? ყური აქვს და შეიძლება რაღაცას მოკრას. ზოგი პირიქით ეცდება რომ მოკრას რაღაც. ცხვირი აქვს და ეცდება სხვის საქმეში ჩაყოს. ენა აქვს და
აქვს ენა ცოცხალს? თქვენ მოიტანეთ აქ ენა დღეს. თუ ხომ არ დატოვეთ შემთხვევით სახში. ადგილზეა ენა ძვირფასებო. სად არის მისი ადგილი? ზოგჯერ უადგილო ადგილზე რატო არის ენა? ამენ ძვირფასებო, ამიტომ ნახეთ. იესო ქრისტე არის ცოცხალი. იესო ქრისტე ცოცხალია. არა, რა უნდა? იესო ცოცხალია. და ეს ნიშნავს იმას, რომ იესო მკვდარი აღარ არის და მას შეუძლია, აქვს უნარი დაინახოს რას აკეთებ, გაიგონოს რას ლაპარაკობ. ამენ. ამენ. ის აკვირდება ჩემსა და შენს ცხოვრებას. ამენ. და როდესაც ჩვენი მიწიერი არსებობა დამთავრდება, ჩვენ მოგვიწევს პასუხისგება იმაზე თუ რა გავაკეთეთ. იქ იმან მითხრა, ამან დამაძალა, იმან მთხოვა, აი ამის გამო და იმის გამო აღარ გაჭრის. ვინც შეიძლება დღეს ზურგს გიმაგრებს, რომ მოიქცე ესე თუ ისე, ის იქ აღარ იქნება დაიმალება. ამენ. აქ შეიძლება გაგულიანებდეს, რომ მიდი მე აგერა ვარ. იქ გაქრება. მიგატოვებს. საერთოდ ერთადერთია, ვინც არ მიგატოვებს არასოდეს ეს უფალია ძვირფასებო. ამიტომ არ გაბედო მისი მიტოვება. ამენ. ერთადერთი, ვინც მშობელიც ტოვებს. არის ორი მხარე მონეტის. არის ისეთი მშობელი, რომელიც მართლა ტოვებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არის მეორე. ცხოვრებისეულად ტოვებს. დამტოვა დედაჩემმა. დრო მოვიდა მისი წასვლის. დამთავრდა ჟამე მისი აქ ყოფნის. დაგვტოვეს ჩვენ საყვარელმა ადამიანებმა. ეს არ ნიშნავს დატოვება, მაგრამ თუ იმედი მქონდა მასზე დამყარებული, რა გამოდის? მიმატოვა. ვერ შემისრულა. დამპირდა და რა ქნა მომატყუა? არა, არ გამოუვიდა. აი ამიტომ გვასწავლეს უფალი ძვირფასებო, რომ იმედი არ დავაყაროთ ხოლმე, დავამყაროთ ხორციელზე. წეულია უფალი ამბობს. ამიტომ მე დღეს აი მინდა ამაზე ვილაპარაკო, რომ ჩაიარა აღდგომა. და ჩვენი ქვეყანა, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე პირველი დღესასწაული თუ არ არის. ჩვენთვის იესოს მოწაფეებისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია ეს. არ ვიცი რომელი დავაყენოთ პირველ ადგილზე, იესოს შობა თუ იესოს აღდგომა. წარმოუდგენლად უდიადესია ორივე. მაგრამ ჩაიარა ამ ყველაფერმა და რა ხდება? რა მოვიგეთ, რა წავაგეთ? მიუახლოვდით უფრო ღმერთს თუ უფრო ჩამოვშორდით? სულში როგორ ვართ? გესმით? იმიტომ რომ როგორ ვიქცეოდით, როგორც მკვდრის წინაშე, ესეთი გამოთქმა არის, ღმერთის წინაშე გეუბნები. ეს ერთგვარი ფიცია ძვირფასებო. უფალმა გაგვაფრთხილა, რომ არ დაიფიცო. ადამიანი, რომელიც იფიცებს, იცით რა თქვა იესო? შენი ჰო იყოს ჰო და არა, რაც იმაზე ზემოთ არის, ეს ეშმაკისგან არის. ეშმაკისგან არის. ამიტომ ვფიცავ, ნებისმიერი კატეგორიის ფიცი შედის ამაში. ან თუნდაც ის, რომ ღმერთის წინაშე გეუბნები, ეს ერთგვარი ფიცია. ამ ფიცის ბიძაშვილი. არ უნდა მტკიცებულება, იმიტომ რომ თუ ადამიანს არ სჯერავს, ის მაინც არ დაიფიცებს. დაიჯერებს. შვილს ჩადებენ კუბოში, ამოიღებენ, გადაუხდიან ყველა რიტუალს და იტყუებიან მაინც. გესმით? არ დაიფიცო უფალმა თქვა. თუ უნდა დაიჯერო ადამიანის სიტყვა, უნდა დაიჯერო, მაგრამ შენი ჰო იყოს ჰო, მტკიცება არ უნდა ჭირდებოდეს მას. და არა, გესმით? ამიტომ ნახეთ, რა მოხდა ამ ყველაფრის მერე. მინდა რომ წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ მე წარმოვიდგინე ესე, როდესაც რაღაც რიტუალებს ვასრულებთ, იმიტომ რომ თუ ქრისტეს მიმდევარი ვარ, ყველაფერი უნდა ვაკეთო, რაც ბიბლიაში წერია და რაც მითხრა ქრისტემ. რაც არ წერია, არ უნდა ვაკეთო, მე უფრო კონკრეტულად წინა კვირას აღდგომის დღესასწაულზე ვილაპარაკე ამაზე. იმიტომ რომ ვინც მიუმატებს რაიმეს ბიბლიაში ჩაწერილს, ან მოაკლებს, ის ყველა წყლული რაც არისო ბიბლიაში მას ექნებაო. უი და ვაი. გვიხსნას უფალმა, მაგრამ არ უნდა მიუმატოთ. და უმატებენ რატო? შეიძლება არ უნდათ, მაგრამ იძულებულნი არიან. ტრადიცია აიძულებს. გესმით?
ხალხის აზრი აიძულებს, ვიღაცა აიძულებს ამის გაკეთებას და იმდენად უწყინარ რაღაცებზე არის საუბარი, აქ არ არის რაღაც დიდ და გრანდიოზულ შეცდომებზე ძვირფასებო, რომ და სწორედ მცირედიდან იწყება საერთოდ ყველაფერი. დიდი ხე უცებ კი არ ჩნდება, სულ პატარა თესლია. იმ თესლშია ჩადებული სწორედ ის შტრიხ-კოდი, რომელიც მთლიანად ზრდის და მოყავს ესეთ მდგომარეობამდე. ყოველი პრობლემა არის სულ პატარა რაღაცით დაწყებული. დღეს შეიძლება სასაცილოდაც არ გეყოს. იმიტომ რომ მაშინ გეგონა რომ ეს არაფერი არ არის. ამაზე გაიმარჯვებ. მაგრამ ნახეთ გამარცხებს. გესმით? ამიტომ მიაქციეთ ამას ყურადღება. მოდით ნახოთ ძვირფასებო, რამდენად არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი. ღმერთი, როგორც გითხარი, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის, ყველაფერს ხდება, ყველაფერს გრძნობს. თუ რას ფიქრობ, რა გეგმები გაქვს, რა გადაწყვეტილებები გაქვს, სად აქვს და საითკენ გაქვს აღებული გეზი, რისთვის უარი გაქვს ნათქვამი, ვისთან უნდა იყოს სერიოზული, ვის მოეფერო, ვის გაუბრაზდე, ვის გაუნაწყენდე და ასე შემდეგ. ღმერთმა ხომ იცის ყველაფერი ძვირფასებო. აბსოლუტურად. წინასწარ, იმიტომ რომ სპონტანურად ადამიანის ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. ნაფიქრალია ყველაფერი. მცირე თუ დიდი ცოდვა ის ჩასახულია, განვითარებულია, არ ვიცი რამდენი ხანი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ყოველ ესე ვთქვათ ემბრიონს თავისი ვადა აქვს. ამენ? ადამიანისთვის დანიშნულია და განსაზღვრულია 9 თვე. არ ვიცი შენი გადაწყვეტილება რამდენ ხანს იჩეკება. მაგრამ ყველაფერი რაღაცისგან იწყება ძვირფასებო. ამიტომ ნახეთ, რა წარმოვიდგინე და მინდა რომ თქვენაც ახლა ჩემთან ერთად წარმოვიდგინოთ. აი ახლოვდება დღესასწაული სააღდგომო და იესო ქრისტემ გადაწყვიტა რომ 1-3 დღე იყოს შენთან. აი მაგალითად 20 რიცხვშია აღდგომა, იესო მოვიდა და გითხრა რომ 19-ში მინდა გესტუმრო და 21-ში წავა. ნახეთ? აი მოდი დავფიქრდეთ ძვირფასებო. იმიტომ რომ ხომ ისეთი არაფერი არ გავაკეთეთ. და ადამიანი ისია რა, აწყობილი რომ რაღაცას არასწორს გააკეთებს და აქეთ შეიძლება შემოგიდაოს რა გავაკეთე კაცო. იცნობთ ესეთ ადამიანს? ნუ კარგი, თუ არ იცნობთ, მოდი ბავშვზე ავიღოთ მაგალითი. ხარ წყნარა და რაღაცა ინგრევა, იმსხრევა, იფშნება. კივილით შედიხარ და ის ესე გაკვირვებული გადანაშაულებს რომ რა არაფერი არ მოხდა კაცო. რა პანიკა. ვინ გააკეთა ეს? არ იცის. არაფერი არ მოხდა რა ისეთი. რა ტრაგედიას ქმნი კაცო. გესმით? ეგრეა ძვირფასებო. და მოვიდა იესო და გითხრა, მოდი ეს დღეები მინდა შენთან ყო, უარს ხო არ ეტყვი. ვერ ეტყვი. ამენ? და ნახეთ. რომ არ არის იესო, ხარ სამზადისში. იცი რეცეპტები ყველაფრის. იცი როგორ მოიქცე. და მე ვფიქრობ რომ აი ზრდილობის გამო, მაინც, რომ შეიძლება ზოგმა არ იცის. ხო კითხავ რომ აი როგორ შევღებო კვერცხი მაგალითად. ძალიან საინტერესო რაღაცები გამოვიდა, არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი. მაგრამ მე ვიღე სულიზმენდისგან ძვირფასებო. უბრალოდ, იმიტომ რომ ესე კატეგორიული მაშინ დასაწყისში ვიქნებოდი. ადამიანი ირჩევს რაც უნდა მაინც იმას აკეთებს. აზრი არ აქვს. თუ კიდე იესომ გითხრას. მაგრამ ხო შეეკითხებოდი ეს ესე გავაკეთო უნდა თუ არა. იმიტომ რომ მე მინდა დღეს ვნახოთ უფალს რა ნებავს. გაინტერესებს უფალს რა უნდა, იცოდე. რატომ, საიდან, რატომ იყვება ამას ადამიანი? რისთვის აკეთებს? უფალს ხო უნდა შეეკითხო, თუ უფალი არის შენი უფალი, არის იესო შენი უფალი. ხო უნდა კითხო როგორ მოიქცე. არის უფალი შენი მბრძანებელი. არ უნდა კითხო რას გიბრძანებს?
გვიბრძანებს კი ამა თუ იმ რიტუალს უფალი გავაკეთოთ. იმიტომ თუ შენ ვერ აღმოაჩენ ბიბლიაში, შეგიძლია არ გააკეთო. დაძალებით არაფერი არ გააკეთო. უფალი არავის არაფერს არ აძალებს. ამენ? არც უბრძანებს, როგორც დღეს დილით წავიკითხეთ. უფალი იმას უბრძანებს, ვინც უფალს თავის ბრძანებლად აღიარებს. თუ შენ უფალს არ აღიარებს შენს ბრძანებლად, უფალი არ გიბრძანებს არაფერს. ამენ? ამენ ძვირფასებო. ნახეთ. როგორ უნდა მოვიქცეთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ ბევრი ილუსტრაცია გვაქვს, მოდით რამოდენიმე ვნახოთ დღეს. პასექი ეს არ არისო და გადახაზულია. აი რა არის და ვინ არის პასექი ძვირფასებო? ბიბლიურად. ვიცით ეს ჩვენ? კავშირი მათ შორის. არ ვიცი როგორ აკავშირებენ ამას, მაგრამ იესოს არ გაუვლია პარალელი მათ შორის. და რატომღაც, იცი, საიდან შემოიპარა ესეც არ ვიცი, იმიტომ ჩვენ არა ვართ ახლა იმ ასაკის ამ წვენაში რომ ვიცოდეთ პირველად საიდან მოვიდა ეს ყველაფერი. ვიცით ერთი, რომ ეს ტრადიცია და ისეთ რაღაცებს იძახიან ხალხის აი დღევანდელი ჩვენი თანამოქალაქეების 95% რომ კითხო რა არის აღდგომა, ძალიან პრიმიტიულ რაღაცას გეტყვის რომ კვერცხს ღებავენო. ან რატომ, ან საიდან წამოვიდა. იცით რამდენი ვერსიაა რატომ უნდა შეღებო? და სინამდვილე არავინ არ იცის და საერთოდ სწორია თუ არა ის მით უმეტეს. მე ეს აღმოვაჩინე, იცით, როდესაც ადამიანს მარხავენ. რამდენი კაციც არის იქ და სულ ახალი წესებია. ისეთი წესით ეცდებიან რომ ის საწყალი ჩაასვენონ იქ. ესე ისე არქნა, ის ცოტა წამოწე, ის გახსენი, ის გახადე, ის გაჭერი, იმას მიარტყი, ასე უნდა შემოატრიალო. საიდან ეს ყველაფერი? მე არაფერს ვარ მოფ იმაზე რომ უნდა ატრიალო აღებისას სახლში ეს სასახლე. კარებს უნდა მიარტყა თუ ფანჯარას და გატეხო უნდა, მაგიდა უნდა ამოატრიალო, სკამები ამოატრიალო, მერე უნდა იცეკვო და ისე. 1000-ნაირი, არ ვიცი, ხალხს ჯერავს. მაგრამ მე დღეს მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება რაზე? უფალი რას გვეუბნება ამ ყველაფერზე? რა აზრი აქვს კაცს, ფეხებით წაასვენებენ, თავით, გვერდით. თუ ის იესოს იმედის გარეშე წავიდა ამ წუთის სოფლიდან, დაღუპულია. თუ დრომის პაპმა პატრიარქმა გაკურთხოს და მოგნათლოს. მაგრამ თუ იესო მიიღე და ისე მიდიხარ. უთხარი შენს გვერდით ვინც ის რომ იესოს გარეშე არ დატოვო ეს წუთის სოფელი. ამენ. იესოს გარეშე არ დატოვო ეს წუთის სოფელი. ჰალელუია. საშინელებაა ძვირფასებო. ამენ. მაშინ რა აზრი აქვს ეს ყველაფერი შესრულდება თუ არა? რისთვის მოვიდა იესო? ამაზე მინდა ვილაპარაკო დღეს. რამდენად არის ეს ყველაფერი კავშირზე? ერთმანეთთან, კავშირში ერთმანეთთან. ჰალელუია. რატომ ვამბობ ამას ძვირფასებო? იმიტომ რომ თუ ქრისტიანი ხარ, უნდა აკეთო ის, რაც გასწავლა ქრისტემ. ამენ. ვინმეს თუ რაიმე მაღაზია აქვს, იქ რო შედიხარ, იმ მაღაზიაში რა წესიც არის, ისე უნდა მოიქცე. ამენ. თუ საზღვარს კვეთდას მიდიხარ საზღვარგარეთ. იმ ქვეყნის კონსტიტუციის შემსრულებელი უნდა იყო. თორემ მოგცემენ დეპორტს. ეგრეა ძვირფასებო. გამონათქვამია ხო ჩვენთან სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი დაიხურე. ვისი ქუდი გვახურია ჩვენ? და რად და რომელ პერსონად ვასაღებთ თავს? ვინ ვართ ძვირფასებო? გესმენთ? იცით თქვენ რომ ჩვენთვის ცნობილია სიტყვა მტოლვილი. ჩვენ რომ მტოლვილები ვართ, იცით მეგობრებო? ჩვენ ვიცით ჩვენი ესე ვთქვათ ყოფიერება რომ მტოლვილებად იქცა ჩვენი კუთხე აფხაზეთიდან. სახლკარი აშენებული, გაბაბანაგებული, ნუ საშინელება ჩამოართვეს და სადღაც შეიყუდრეს. საშინელება. ჩვენ მტოლვილები ვართ.
ჩვენი მოქალაქეობა არის ზეცაში. ამენ. და უფალი აფრთხილებდა თავის ერს, რომ იქაური ტრადიციები არ აიღო, სადაც მე მიგიყვა. უფალს არ უთქვამს, რომ იმ ტრადიციებს გაგიუქმებ, რომ შენ თავისუფლად იარო. შენ გაგატარებს უფალი ტრადიციებში. არა ბიბლიურში, მაგრამ შენ უნდა მოიპოვო გამარჯვება. ის არ მოგაშორებს პრობლემას. გესმით? და ჩვენ აღმოჩნდით ამ ყოფიერებაში ძვირფასებო. და მინდა ვნახო, იმიტომ რომ უფალი გვეუბნება. ეს არ არის რაღაც, ეხლა ზოგმა იცის ეს. მე მაგალითად კონკრეტულად წლებია არ ვაკეთებ იმას, რაც ბიბლიაში არ წერია. მე ესეთი გადაწყვეტილება მივიღე, იცით რატო? ეს რომ არასწორი იყოს, უფალი არ დამსჯის, იმიტომ რომ ბიბლიაში არ წერია. ამენ? ამის გამო არ დამსჯის უფალი, რომ რატო არ გავაკეთე და არ აღვნიშნე როგორც ყველა. იმიტომ რომ ბიბლიაში მე ვეტყვი უფალო, შენ არ გითქვამს და იმიტომ. მაგრამ ნახეთ, მეორე მხარეა. თუ ვარღვევ, ესე იგი შეგნებულად ვაკეთებ და ვიმსახურებ. მიხვდით? ამიტომ ყოველ შემთხვევაში ვიზღვევებ თავს. თუმცა ვიცი რა არის სწორი და რა არ არის სწორი. და მოდით ნახოთ ეფესელებში რას გვეუბნება ძვირფასებო პავლე მოციქული. გამოსცადეთ, შეამოწმეთ რა არის უფლის მოსაწონი. ყველაფერი რის წინაშეც მოგიწევს დადგომა და რისი გაკეთებაც მოგიწევს. მოეწონება თუ არა ეს უფალს. შეიძლება რაღაცაში ჩვენ ისე მთლიანად თავისუფალი ვერ ვიქნებით, მაგრამ შენ რამდენად ხარ თანამონაწილე, თუ არა სწორია რაღაც, ან სწორი თუ არის, რამდენად ხარ მონაწილე. ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ. ძვირფასებო, არის სიბნელის საქმეები. არის ორი, ესე ვთქვათ, სუბსტანცია სინათლის და სიბნელის. ეშმაკის სამეფო და იესოს სამეფო. გესმით? ღმერთი და დემონები. ეს არ შეიცვლება. ჩვენ გვიხსნა უფალმა სიბნელის სამეფოდან და სინათლეში გადაგვიყვანა. ისევ რა გვინდა იქ? ამხილეთო ღმერთი გეუბნება, ვის ეუბნება ამას? ის, ვინც გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა სიბნელე და უნდა იყოს სინათლეში. ამბობს უფალი ამხილეო. რატომ? იმიტომ რომ უნაყოფოა ეს საქმე. გიყვართ ნერგის დარგვა, თქვათ რაღაც თესლების დარგვა, ხვნათესვა დაწყებულია? გაკურთხებთ. მოიტანეთ თესლის წარმომადგენელი, ვაკურთხოთ და ისე დარგეთ. აი, გამყიდველობა რომ გითხრას. აი ეს ნერგი მგონი არის ვაშლის, მაგრამ მე მგონია რომ ნაყოფს არ გამოიღებს. წაიღებ? არ წაიღებ. ჭკვიანი ხარ, ხო? ჰალელუია. მიხარია რომ ჭკვიანი ხარ. აი, კიტრი, პამიდორი, კარტოფილი, ნაყოფს არ მოგცევს. აი, იქნება რაღაც საშინელება რა. წაიღებ, იყიდი. გესმით ძვირფასებო? უფალი გვაფრთხილებს, არ ეზიარო უნაყოფო საქმეებს. რასაც აკეთებ, თუ ნაყოფს არ გაძლევს, რა გინდა მასთან? ამენ? უფალმა ძვირფასებო ეკლესიაში იცით ხო, დააწესა და ეხლა კორინთელებში ვართ გრაფიკით. დააწესა რა, რომ უნდა ვთესოთ. და უფალი გვეუბნება რომ თესავ მოიმკი. უფალს რო ეთქვა რომ თესეთ, მაგრამ არ მოიმკით. ხო არ გააკეთებდით ამას. უფალი გვეუბნება ყველაფერზე, რა თესლი მოგვიტანს ნაყოფს და რა თესლი არ მოგცემს ნაყოფს და არის უნაყოფო. არ ეზიარო, რაც უნაყოფოა. ამენ? ხარბზე იცით რა წერია? ვერ შევა სასუფეველში. ისწავლეთ თესვა. ჰალელუია. ყველგან თესეთ. დილით დათესე, საღამოსაც დათესეო ამბობს უფალი. ერთმა ხელმა არ იცოდეს, რასაც აკეთებს მეორე ისე თესე. ამენ, იმიტომ რომ ეს ნაყოფს მოგცემს, მაგრამ ის გაფრთხილებს, არ ეზიარო სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილე. ძვირფასებო, ის რაც არის ტრადიციად შემოსული და შემოპარული ეკლესიაშიც, მაძლევს ნაყოფს, უფალს განადიდებს, თუ არა, ვინ გაძალებს ამის კეთებას? იესო გთხოვს პასუხს ამაზე.
გესმით რაშია საქმე? თორე იცით მე რატო გადავწყვეტე ამაზე ლაპარაკი? ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს. არ მაინტერესებს ვინ როგორ. მე არ მინდა ვიყო მოზიარე სიბნელის საქმეების. წმინდანი არა ვარ იმ მხრივ რომ ყველაფერს იდეალურად ვაკეთებ. მაგრამ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ შემცვლის და მე მიყვანს სიწმინდე ძვირფასებო. ამენ? თუ უფალი არ დიდდება, რატო უნდა გავაკეთო? იმიტომ რომ ვიღაცას უნდა. იმიტომ რომ უფალი გეუბნება, ჩემთვის მოსაწონი არის ეს. თუ არ არის მოსაწონი, არ გააკეთო. რაც მოსაწონია, იმდენია, ვფიქრობ აღარ უნდა გქონდეს დრო მოსაწონი რაც არის იმის საკეთებლად. გააკეთე მოსაწონი რაიმე. ამენ. ნახეთ, როდესაც ადამიანი საიდან უნდა გამოსცადო შენი თავი და შენი ხორცი? ხარბია ის თუ ხელგაშლილია? უფლისთვის ძალიან ძუნწია, მაგრამ ტრადიციისთვის იქ უნდა აჩვენოს თავი რომ ვინ არის. შეიძლება ურიას ვალში შეძურეს, მაგრამ გააკეთოს. იმის მესამედი, ვისაც უჭირს, იმას მიეცი. ამენ? რა არის რეზონი ამ საქმეების და უფალი რატომ ვიფასებო? მე არ მინდა ახლა შევჩერდე, იმიტომ რომ უამრავი ადგილია. უფალი იცით რას ამბობს? მეზიზღებაო თქვენი დღესასწაულები. ჩვენ შეიძლება ვნახოთ ეს ადგილი ამოსში. მძულს და მეზიზღება თქვენი დღესასწაულები, აღარ სიამოვნებს თქვენი ზეიმები. ჩვენი ზეიმი რა არის ვიფასო? უფალი ყოველთვის გვეუბნება იხარე, იმხიარულე, პრობლემაში ხარ, იხარე. გასასწრებში ჩავარდები, იხარე. მაგრამ რატომღაც დღესასწაულებზე, ზეიმებზე უფალი სხვანაირად ლაპარაკობს. გჯერავს ღმერთის სიტყვის. რატომ? რაც არ არის მოსაწონი მისთვის, შეწყვიტე მისი კეთება. არ მოგიტანს არაფერს. ადამიანის გულის მოგება ვერ გიხსნის. ამენ. გააკეთე მოსაწონი ღმერთის. შეგიძლია უფალი მოგეხმარება. იბრძოლე შენი სულის გადარჩენისთვის. არაფერი არ დაუშვა შენ ცხოვრებაში, რაც შენს გადარჩენას ხელს შეუსლის და მოიტანს დაღუპვას ვიფასნო. თორე შეიძლება რა არის ამაში ისეთი? არც არაფერი. მაგრამ შენი ინტერესი უნდა იყოს რა? შენ და უფალი. როგორი ურთიერთობა გააქვთ? როგორია თქვენი ურთიერთობა? რამდენად მჭიდრო არის თქვენი ურთიერთობა? შენი და უფლის, რამდენად ახლოს ხარ იესოსთან? როგორ ხარ ახლოს უფალთან? გაახლოვებს ეს საქმეები უფალს? ვერა. წმენით, ერთადერთი წმენა არის, რითაც ჩვენ შეიძლება რომ ვარგოთ უფალს ვიფასებო. წმენის გარეშე შეუძლებელია აბსოლუტურად, საერთოდ დაკეტილია წმენის გარეშე ღმერთი ჩვენთვის. ამენ. ადამიანი არ იმუშავებს სამუშაოზე, სადაც ეტყვია რომ კარგი მიგიღებ, მაგრამ ხელფას არ მოგცემ. ამენ. აქ რამოდენიმე რაღაცა საქმიანობთ ვიფასებო. ახლა ვიცით ათეაც. არ იმუშავებს იქ რომ წაგება იყოს. ამენ. ეგრეა თუ არა? და ღმერთი გეუბნება, რაც არ მოგცემს ნაყოფს. გაფრთხილებს რა გინდა, კაცო, თორე გააკეთე. იმუშავე, დაამუშავე მიწა, მოიყვანე ტრაქტორი, დაახნევინე, დაფარცხე, დათესე და იწვალე, მაგრამ ნაყოფი არ გექნება. არის ეს გონიერება. უფალი გეუბნება, შვილო, ეს არ მოგცემს ნაყოფს. დაანებე თავი. მე გეტყვი რა არის შენთვის მომგებიანი და არა წამგებიანი და ისაკეთე. ეძებე უფლის ნება, რაც მას უნდა ის გააკეთე და მოგცემს გამარჯვებას. გინდა გამარჯვება ცხოვრებაში. ეს უფალს აქვს მხოლოდ. ამენ. რა სიამოვნებს მაშინ უფალს ვიფასებო. ძალიან ელემენტარულია. აი პასუხი გვაინტერესებს. თუ იესომ გააკეთა ჩვენი საქმე ჯვარზე, მოკვდა იესო ჩვენს ნაცვლად. მაშინ დღეს ჩვენ უნდა ვაკეთოთ მისი საქმე. რას გააკეთებდა იესო დღეს, რომ
ხორციელად ყოფილიყო მიწაზე. ამ რელიგიურ ტრადიციებს აღასრულებდა და ამ რიტუალებს რას გააკეთებდა? რას აკეთებდა იესო? მოდი მაშინ ესე ვთქვათ. ბიბლიაში წაგიკითხავთ უფალი რას აკეთებდა? ჩვენ უნდა მიუძღვნათ თავი მის სიტყვას, მსახურებას, ლოცვებს. ვიყოთ მასთან ერთად, იმიტომ რომ იესო ამაღლდა, მაგრამ ის არის ეკლესიის თავი, ძვირფასებო. სხეული მიწაზეა. ეკლესია მიწაზეა ჯერ. იესო მოაკითხავს ეკლესიას. ამენ. იესო მოაკითხავს ეკლესიას. ვერ გაიგონეთ? იესო მოაკითხავს ეკლესიას. ამენ. ძვირფასებო, ნახეთ, ჯვარზე მხოლოდ თავი არ ყოფილა ქრისტეს, სხეულიც იყო. იესო და ეკლესია განუყოფელია. აქ ადამიანები ყოფენ და ხლეჩენ ეკლესიებს. იესო არის ერთიანი თავის სხეულთან. ამენ, ამიტომ გვეუბნება რომ არ მიატოვო შენი საკრებულო. იესო მოაკითხავს თავის ეკლესიას, მაგრამ ვიდრე უფალი ახლა არის ფიზიკურად მამასთან და ჩვენ ვართ მისი ხელმძღვანელობით სული წმინდის წინამძღოლობით აქ უნდა მივდიოდეთ სრულყოფილებისაკენ, უნდა ვიწმინდებოდეთ, უნდა ვასრულებდეთ მის ნებას. ყველაფერს, რასაც იესო აკეთებდა ძვირფასებო ამ ჯვარზე, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით, ქრისტე არა. ჩვენ დავიმსახურეთ ჯვარცმა, ქრისტემ არა. ამენ? და რადგანაც მან ეს მადლიერი ხარ ამისთვის. რადგანაც მან ეს გააკეთა, შენ მადლიერების ნიშნადაც უნდა ემსახურო ქრისტეს. მან სული წმინდა მოგცა და გეხმარება რომ გაგიადვილდეს მომსახურება იესოზე. ჰალელუია. მიუძღვნა უნდა თავი. ამენ? უნდა შეინარჩუნო ერთობა. შენ უნდა იყო ძლიერი რგოლი ერთობის ჯაჭვში, სუსტი არა. და თუ რაღაც სისუსტე აღმოჩნდება, გააძლიერებს ამას უფალი. ნახეთ, ბიბლია გვეუბნება რომ 40 დღის განმავლობაში იესო ეცხადებოდა მოსწავლეებს. და რა დაგვიბარა უფალმა? რადგანაც 40 დღე იყო, რა მოიგონეს იცით? 40-ის აღნიშვნა კაცი რომ მოხდება. ეს გითხრა უფალმა? მე 40 დღე ვიქნები აქ და აღნიშნეთ 40. დღეს იყო დრო ძვირფასებო რომ სხვანაირად გვიშვერდნენ თიც. როდესაც იესოს მოსწავლეები მაშინაც რთულ პერიოდებში არ გადიოდნენ კვირას, აღდგომის დღეს, საფლავზე დაგვრცინოდნენ. დღეს ძალიან ბევრი უკვე იქ ქადაგებს რომ კვირას არ გახვიდეთო. კარგია ჩვენსგან რაღაცებს სწავლობენ. ჰალელუია. სხვა დღე დააწესეს. ამბობენ 40 არ აღნიშნოთო. მე მომისმენია, არ ვიცი ზოგი როგორ არის თუ ისე უბნებიან, მაგრამ მაინც აკეთებენ. საკურთხი აღარ გააკეთოთო, ეს ეშმაკეულიაო ამბობენ, ძვირფასებო რაღაც პროგრესები არის. ჰალელუია. საკვირაო სკოლები დაიწყეს ზოგან. ბავშვებს ასწავლიან ბიბლიას. როგორ და რა არ ვიცი. ყველა აკურთხოს უფალმა. ჩვენ არ გამსჭით. შეიძლება რაღაცაზე გაიცინო, მაგრამ დაემახსოვრე არ დასცინო არავის არასოდეს. არაფერზე ეს საშინელება რაც ზულს ღმერთს, იცინე, იმხიარულე, მაგრამ არ დასცინო. ჰალელუია. გებულობთ მეგობრებო განსხვავებას. ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ რაღაცები ხდება, იცვლება, მაგრამ მაინც და მაინც ესე ვთქვათ, საპატრიარქომ ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ ქრისტეს მოსწავლეებმა დაიჯერონ რაღაც. შეასრულე ბიბლია. რასაც არ გეუბნება ღმერთი ბიბლიის მეშვეობით არ გააკეთო. დაუჯერე, აი ეს არის რწმენა. იმიტომ რომ იესო სწორედ ამას აკეთებდა ძვირფასებო. რას აკეთებდა იესო აღდგომის შემდეგ? მოდით ცოტათი რაღაცები გავიხსენოთ. ჰალელუია. ის საყვედურობდა ეჭვებს და ურწმუნოებას. იესო, როდესაც მობრუნდა, ნახეთ რამხელა რამ მოხდა.
მოკვდა და აღსდგა მკვდრეთით. ეს ხომ ყოველდღიური მოვლენა არ იყო, რაზეც მიჩვეული იყო ყველა. მიჩვეული ხარ სიკვდილსა და აღდგომას, მოკვდა არ მაინტერესებს მოკვდა, წავალ და აღვადგენ. ესე აკეთებ? ტრაურია ადამიანისთვის, ვინმე რო გარდაიცვლება, იმიტომ რომ მშვიდობებას ამოდავთ მას. თუმცა უფალმა დაგვიბარა სხვა რა. მკვდრებიც გააცოცხლეთო, ეს დროც მოვა. ჰალელუია. რა თქვა უფალმა ძვირფასებო? ამდენი ამბის მერე მე მოვკვდი, არ ვიყავი. დაინახეთ, როგორ განუტევეს სული, ჩამოხსნეს ჯვრიდან, დამასვენეს. თლიანი ამ ბალზამირებით და ყველაფერი რიტუალით. შემახვიეს სუდარებში და დაინახეთ, ჩეხეთ. იგრძენით, დარწმუნდით რომ მკვდარი ვარ. თუმცა გეუბნებოდით რომ ესია დაწერილი რომ უნდა ევნოს, ეწამოს, მოკვდეს და მესამე დღეს აღდგესო. დაინახეთ ეს ყველაფერი. ცოცხალი ვარ, ნახეთ, შემეხეთ კაცო. ხვრელებს ხედავთ და კიდე არ გჯერათ. ის საიდან გჯერათ, რასაც აკეთებთ? მე მხედავთ, არ გჯერავთ. და საიდან გჯერათ, რომ ეს ყველაფერი, ეს რიტუალები ამის აღნიშნული უნდა გააკეთოთ. ანუ რაც გაწყობს ის გჯერავს, ეგრეა? თომასაც უთხრა უფალმა ძვირფასო, რომ ნეტარია, ვინც არ მხედავს, ვერ მხედავს და სწამს. მოდი თომა, შემეხე, ნახე ნალურსნები. შენ და მის სიყვარულმა მომანიჭა ეს ტკივილი მე. და მე უთხრა თომამ, კი ბატონო, ეხლა უკვე მჯერავს. და ესო თქვა გენიალური ფრაზა, ნეტარია, ვისაც არ უხილავს და ერწმუნებს. ამენ? კიდე ნეტარი იყო. ირწმუნე, რაც არ გინახია. დაიწყე აღიარება და დანახვა იმის, რაც ჯერ არ გაქვს ცხოვრებაში და მოვა. აი რა არის რწმენა. ამენ? იესო აკრიტიკებდა და ეუბნებოდა, ნუ ხარ ურწმუნო, მორწმუნე იყავი. ეჭვიანი კაცი არ არის მდგრადიო მის გზებზე. ქარისგან მიმოტაცებულს გავს. ნავს გემს, არ აქვს მნიშვნელობა. გესმით? ამიტომ იბრძოლე, რომ ურწმუნოება და ეჭვი დამარცხდეს შენში. შეცვალე ეს რწმენით. ამენ? შემდეგ რა ხდება ძვირფასებო? იესო ატარებდა დროს მამასთან. ატარებ დროს მამასთან. სულიერ მამასთან ატარებ დროს. უფალს რომ ეთქვა დრო გაატარეთ ტელევიზორთან, ტელეფონთან, ინტერნეტთან, კომპიუტერთან, არ დაუჯერებდე. როგორც დღეს არ უჯერებენ და არ ატარებენ მასთან დროს. ისე ხანდახან. ხოიცით როგორც წინა მსახურებაზე ვთქვით, ადამიანს როდის ახსენდება ღმერთი? როცა გაუჭირდება, ყველანი იესოს მობრუნების ჟამი რო დადგება, მივცულცულდებით მასთან ძვირფასებო. გესმით? ყველანი. და იქ იტყვის იესო ამ ძალიან სასიამოვნო ფრაზას. ცხვრები აქეთ, თხები აქეთ. და ყველას გვინდა რომ ცხვრებში ვიყოთ და თხებში არა. უფალო, არ მიცნობ კაცო, მე აგერ რამდენი წელია, იქ ვიჯექი, აგერ ვიჯექი. სულ შენს გვერდით ვიყავი, ერთგული ვიყავი ეკლესიის და მწყემსის, მე 1000-ს ვიხდიდი, მარხულობდი. შენი სახელით აი ამას ვაკეთებდი იმას. და იესოს ფრაზა აქვს. რაც ჯერ რეალური რო არ არის, იმდენად არ ანერვიერებს, არ აღელვებს ქრისტიანს, რომ არ გიცნობო იტყვის, გესმის? რა საშინელებაა? ადამიანი რო ღმერთი რო გეტყვის, იმიტომ ადამიანი რო გეტყვის არ გიცნობ, ეს არასასიამოვნოა, ხო როგორ ვეღარ მცნობ. რა იშოვე ასეთი? და ნახე, ღმერთი რო გეტყვის არ გიცნობ. მომშორდი, ვინო? რას ამბობს? საშინელება, რა ისი მოქმედი ხარ, ურჯულოების, წოდვილი ხარ, არა და შენი თავი წმინდანი გონია. და რა არის ეს ურჯულოება? ეს საქმეები ძვირფასებო, რადგანაც ეხლა ჩვენ
საღდგომო, ესე ვთქვათ, კვირეულში ვარ თორე სხვა ყველაფერი კიდე რაც ბიბლიაში არ წერია არის ურჯულოება. მარტო ეს კი არა. ყველა ის ზეიმი და დღესასწაული რაც არ არის ბიბლიური. ამის მოქმედი რატო ხარ მე დაგავალე? მე გთხოვე? გასმეთ რაში არის საქმე? ფრთხილად ვიყოთ. განსხვავება რაშია? ნუ ჩაიარა ვთქვათ ამ აღდგომებმა. რითი მოვაწონე თავი უფალს ამ აღდგომაზე? კი, შეიძლება ქვეყნიერებას მოვაწონე, სამეზობლოს, პურის მჭამელ ხალხს. გასმეთ? სამარხი ადგილი საქეიფო დარბაზად გადაიქცა. კელეხებში ძვირფასებო ხალხი სიმღერას იწყებს უკვე. და პირველი საღებრძელო ღმერთია, ღმერთს ადიდებენ და ნახეთ რას აკეთებენ. გასმეთ? საჭირო რომ ყოფილიყო რამდენ კვერცხს გადაუგორებდნენ იესოს საფლავზე. რამდენი კვერცხი მივიდოდა. იესოს ყველა გადაუგორებდა. ნეტა სადმე ხო არ წერია იესოს ხო არ უთქვამს რომ მე რომ მოვკვდები სამარხზე მოდით და გადმომიგორეთ კვერცხი. კარგი მოხარშე შეჭამე კაცო ითამაშე რაღაცა ვარ ტყამდით ბავშვობაში. საფლავი რა შუაშია. მაგრამ საფლავზე სასმელსაც უსხამენ რომ ცოტა დალიოს. შეიძლება აღარ სვამს იქ გამოსწორდა კაცი კაცო. აცალეთ იმ დუნიაში რა. სიგარეტს მოუკიდებენ და იმასაც აძლევენ. მალე თუ ნარკომანი იყო წამალ შპრიცსაც გაკეთებულს ამოღებულზე. იმასაც დაუდებენ. არ ვიცი. რითაც იყო ადამიანი დატოვებული ის რომ დაუდო, ყველა რა საშინელი იქნება, კაცი შეიძლება იქიდან ყვირის. მცხვენი არ ქნათ მაგი. თაყვანის ცემამკვდრებზე. გესმენთ? ნეკროლატრიები და 1000 ნეკრო და რაღაცეები. ხილად უნდა იყოს ვიფასებო. მოწონს უფალს. კითხე. თუ არ მოწონს, დაანებე თავი. ეძებე მისი მოსაწონი. რაც მას მოსწონს. ამენ. კიდე რა თქვა იესომ ძვირფასებო? ის არავის არ ეხვეწებოდა და ის ამბობდა თუ გინდა გამომყვე მე. არის აქ ვინმე ვისაც უნდა გაყვეს იესოს. თუ გინდა გამომყვე მე. არ გეუბნება თუ არ დამიჯერებ, არ მიგასიკვდილებ. თუ გინდა გამომყვე მე, მიატოვე ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც შენ გგონია რომ გაქვს და ყავს, პირიქით არის, იმას ყავხარ უკვე დაჭერილი. ამენ? მიატოვე ყველაფერი, აიღე შენი ჯვარი და გამომყევი. ისე ვერ იქნები მისი მოსწავლე. გინდა მისი მოსწავლე იყო? თუ გინდა მისი მოსწავლე იყო, უარყავი თავი. ამიტომ ძალიან დიდი წარმოდგენა ნუ გაქვს შენს თავზე, იმიტომ გაგიჭირდება უარყოფა მერე. რაც უფრო დიდი ხარ, გაგიჭირდება უარყოფა. პატარა რო ხარ, ადვილია პატარის უარყოფა რა. თუ მეცნიერებათა კანდიდატი ხარ, ნუ ერთ შეელევი ჯანდაბას, მაგრამ კიდე თუ მერე დოქტორი თუ ხარ, პროფესორი თუ ხარ, აკადემიკოსი თუ ხარ და კიდევ რაფერ უნდა მიატოვო კაცო. ამენ. დღესვე მიატოვე ყველაფერი. ჰალელუია. ძვირფასებო, როდესაც იესომ თქვა, რომ სისხლი წაუსვით კარის წირთხსა და ძელებს. როდესაც დამღუპველი დადიოდა, ის არ არჩევდა სახლს, რომ ამ სახლში ღირსეული ხალხი ცხოვრობს და მოდი რაღაცა მოუხრთამოთ სიტუაცია. ან აქ რა ეროვნების ხალხია, ის რო იცოდე ვინ არის. ღმერთი არ ასხვავებს ადამიანს ეროვნებით, ამენ, კუთხურობით, განათლებით, ჯიბით და ფულით, გავლენით.
ერთადერთი თუ მორწმუნე ხარ მისი, თუ შემსრულებელი ხარ მისი სიტყვის, ეს გიხსნის. ამენ. სხვა არაფერი. ჰალელუია. გვერდსუვლი და პასექი გვერდისავლას ნიშნავს თარგმანით. გვერდსული და დამღუპველი იმ სისხლს, სადაც იყო სისხლი წასმული. სადაც არ იყო, იქ ღვრიდა სისხლს. იესომ ჩვენს ნაცვლად დაღვარა სისხლი, სიცოცხლე მოგცა და ვის მოსაწონად იქცევი. გესმე ეს რაში არის საქმე? ამისთვის ეცვა ჯვარზე რომ შენ ის აკეთო რაც გინდა ან ვიღაცამ რაც გიკარნახა? თუ რასაც უფალი გეუბნება, შენ შეგიძლია შეასრულო? იმიტომ რომ იცი ეს მონობა კი არ არის რომ სხვა არაფერთან და საშიშია. უფრო მონახარ და აკეთებ. იცი თავისუფლება რა არის? რო არ გააკეთებ. თავისუფლება ის კი არ არის რომ გიბრძანებენ და აკეთებ. თავისუფლება რომ ირჩევ რა გააკეთო. მონა ვერ ირჩევს რა გააკეთოს. იცი რატო აკეთებენ? მომავალში კიდე გააკეთებენ, იმიტომ თავისუფლები არ არიან, შეიძლება არ უნდათ რომ გააკეთო, მაგრამ მონები არიან. სიგარეტს ვინც ეწევა ძვირფასნო. იცი რატო? მონა არის, არ უნდა. მაგრამ ბატონი უბრძანებს რომ გააკეთოს ეს. სასმელზეც ესეა, ნარკოტიკზეც ესეა, სიცრუეზეც ესეა. ადამიანს არ უნდა რომ მოიტყუოს. რატო ტყუის? მონა არის. ციხეში ვინც ზის, იმას არ უნდა რომ იждდეს, ხო უნდა თავისუფლება. მაგრამ ვერ გამოდის, იმიტომ დატყვევებელია, დატყვევებულია. იესოა ერთადერთი გამანთავისუფლებელი. ამენ. გესმენთ ძვირფასებო? რას აკეთებდა კიდე იესო? ურთიერთობა ჰქონდა მამასთან და კურნავდა, ათავისუფლებდა ხალხს. ყველაფერს უკეთებდა. ამენ. ისეთებს, ვინც არც ითვლებოდნენ ვინმე. ეს ქვეყნიერება ვისთან მიდის, ძვირფასებო? ვინც რაღაცას წარმოადგენს და ვიღაცას. ამენ. თუ შენ რაღაცა გაგიჩნდება ჯიბეში, გეტყვია რომ მინდა რომ ბაღანა მომინათლო. რატო უნდათ, იცი? ეს უნდა. იქ რაც გააქვს. რო არ ქონდეს, გამარჯვებასაც არ გეტყვის. თუ რაღაცას წარმოადგენ გაფასებე, ო ბატონო, როგორ ბრძანდებით, მოგიკითხავე. გესმენთ? და ყველასგან გარიყული ვინც იყო, იმასთან მიდიოდა იესო. ყველასგან მიტოვებული ვინც იყო, არაფრის იმედი ვისაც აღარ ქონდა. სკოლიდან წამოწევს. ამენ. ჰალელუია. ქება მას. დიდება მას. ვისაც საერთოდ არც მოიკითხავდნენ. იქ იყო იესო. ჰალელუია. დამდაბლებულს წამოწევს, ამაღლებულს დაამდაბლებს. არა იმაღლო თავი. ნუ ტყუვდები ეშმაკისგან. ეშმაკი გეუბნება არავინ არ გამაღლებს, მოდი მე აგამაღლებ შენ. და როგორ უხარია ეს ხორცს. დაგღუპავს ხორცის ჭკუით თუ დადიხარ. ყოველ დღე აცვი შენი ხორცი. ჯვარზე ვნებებთან და გულისხმებთან ერთად. ამენ. ეშმაკის იარაღია ძვირფასებო, წყენა ჩაგიდოს გულში. როგორ მაკადრა. არ აქვს მნიშვნელობა ღირსი ხარ თუ არა ხარ, სწორი ხარ თუ მტყუანი. იესოს როგორ ვაკადრეთ? ღირსი იყო იესო, რაც გადაიტანა. ჩვენთვის ქნა ძვირფასებო. ხმარო ამოეღო იესოს და ეთქვა მე არა ვარ დამნაშავე, გამართლდებოდა. ამიტომ ეხვეწებოდნენ თქვი, შენ ჩაიდინე თუ არაო ეს. და ხმას არიღებდა, როგორც ხვარიო. ხმას არიღებს, ისეთი იყო. გასმენთ? და ჩვენ რის ხმას ვიღებთ? ვის წინაშე იღებ ხმას? ჩვენი სიმართლე. ძალიან მომწონს ესაია წინასწარმეტყველი ამბობს მეგობრებო. იცი რა არის ჩვენი სიმართლე? ბინძური ჩვარი, არ ვიცი, ტრიაბკა. წარმოიდგინე იმაზე ბინძური ტრიაბკა წარმოიდგინე, რაც შეგიძლია წარმოიდგინო.
იმაზე ბინძურია შენი და ჩემი სიმართლე. ზეცაზე ვინმე ვერ მოხდება თუ გამართლებული არ არის. ერთადერთი შანსი იქ მოხვედის არის იესოს სიმართლე და რომ მიიღო იესოს სიმართლე შენი სიმართლე უნდა მოიშორო. სხვანაირად შანსი არ გვაქვს. ზეცაზე მოხვედრის ვერ დავიმსახურებთ. ამენ. აბსოლუტურად გამორიცხულია. რა სიმართლეზეა საუბარი? იესომ გაგვამართლა სისხლით. და რა უფლება მაქვს რომ მისი მოსაწონი არ ვაკეთო? აი მოდით ლოგიკაში ჩავაჯინოთ ჩვენი საქციელე ძვირფასნო. ამენ. ყველანაირი სადღესასწაულო რიტუალები, რასაც აკეთებენ. არ გაითავისო, მოწონს უფალს გააკეთე, არ მოწონს არ გააკეთო. არჩევანი შენზე ის არ გაძალებს. ამენ. რას აკეთებდა ძვირფასებო კიდო იესო? ის ამხელდა. ვინ არის აქ ვისაც უყვარს რომ ამხელენ? ой. დავითი რას ამბობს იცით? მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემები რო გამოიარა, მერე დაიწყო, მერე მიხვდა. მამხილე უფალო ამბობს. რატო? ეს ზეთია ჩემთვისო. ცხებულება გინდა? უთხარი შენს ლიდერს მამხილე, სწორად ვიქცევი თუ არა? ამენ. თუ გიყვარს მხილება, ყოველთვის იქნები კონტაქტზე და იქნები ანგარიშვალდებული. რატო იმალები? ხანდახან გამარჯობა ჰელო უთხარი შენს ლიდერს. რატო არ აკეთებ, იცი? იმიტომ ხო არა რომ იცი რომ გამხელს. გიყვარს რომ გამხელე. ცხებულება ამხილება. ამენ. მე გახსნილი ვარ მხილებისთვის ჩემი ლიდერისგან. ამენ. ჰალელუია. ეს ცხებულებაა ჩემთვის. მინდა ჭკვიანი ვიყო და ვიყო ცხებული და თუ მინდა ვიყო ცხებული, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა არის უთხრა მამხილე. იესო ამხელდა. თქვენ გენაცვალე თუ არ ამბობდა იესო? როდემდე უნდა ვიყო კიდე თქვენთან? იესო თქვა. ნუ გაგიხარდათ, მე არ ვამბობ. დიდება უფალს. რატო ამბობდა ამას? იცით, სასიამოვნოა იესომ რომ გითხრას როდემდე ვიყო შენთან? ესე იგი რაღაცას არასწორად ვაკეთებ. რატო? ესე იგი ვიღაცის მოსაწონად ვაკეთებ და იმიტომ. გესმით? ვის მოსაწონად აკეთებ? ვინ უნდა იყოს პირველ ადგილზე შენ ცხოვრებაში? უფალი. ის დააყენე შენ ცხოვრებაში. პირველ ადგილზე და ყველაფერს დაგილაგებს უფალი. ამენ. აბსოლუტურად ყველაფერს. ჰალელუია. დიდება უფალს ვიფასებო. მოდით ნახოთ 1 კორინთელთა 5:7-8. გინდა ცვლილებები. სრულიად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა აღარ იყოთ ახალი ცომი. რათა იყოთ ახალი ცომი. რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი ქრისტე ჩვენს გამო შეეწირა. ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმინდისა და ჭეშმარიტების ხმიადით. ძვირფასებო, სულ პატარა საფუარი. საფუარი რა არის, ხო იცით? გალბატონებო, გასწავლოთ რა არის საფუარი. ეგრეთ წოდებული დროჟი, ხო? ამენ. სულ პატარა საფუარი მთელ ცომს აფუებს. პატარა. თქვი ასე პატარა. პატარა ავადმყოფობა თუ არ მიხედე, ნელ-ნელა გაიზრდება და მოკლავს ხეულს. ალეო. პატარა ცოდვა თუ არ მიხედე და აღმოფხვერი, ისე გაიზრდება, რომ საერთოდ ხელფეხს არ გაგაქანებინებს და იქნები ჩამოყალიბებული მონა. აი როგორც არიან და იმიტომაც აკეთებენ, რომ მონები არიან.
ძვირფასებო ხალხი ეკლესიაში დადის და ეს გონია რომ საგმირო საქმე გააკეთა რომ მივიდა ეკლესიაში. იქ რა ქნა? უმეტესობაზე ვსაუბრობ. ქვეყნიერებაზე. ამ ეკლესიაში სულ წმინდანები არიან. ძველი ცომი მოიშორე, იმიტომ რომ ის გაფუებულია. ამენ. უფალმა რა თქვა? ხმიადი დააცხეთო სააღდგომოდ. ხმიადი რას ნიშნავს? უსაფუარო. გესმენთ? კულიჩს უნდა საფუარი? უფალმა თქვა უსაფუარო. გამოაცხე უსაფუარო კულიჩი და ჭამე. არ არის პრობლემა. იცით როგორ ეშინოდათ? არ ვიცი ეხლაც არის თუ არა. თუ კულიჩი კარგად არ გამოვიდოდა და არ ამოვიდოდა, პრობლემები ექნებოდა იმ ოჯახს. და ყველა გაფაციცებით ეცდებოდა რომ რაღაც კარგდე ეშინოდათ. ეშმაკის იარაღი შიშია. ძველი ცომი მოიშორე. რომ ახალი ცომი იყო, ახალი პური იყო, ამაზე საუბრობს მოციქული პავლე ძვირფასებო. ამენ? გინდა ახალი პური იყო? მე პურზე ვამზადებ ქადაგებას, იმიტომ რომ იესომ თქვა მე ვარ პური. ამენ? და ნახეთ, რა პატივია, უფალი ჩვენაც გვეუბნება რომ შეიძლება ვიყოთ პური. მაგრამ ის პური, რომელსაც ღებულობენ და რომელსაც არ აგდებენ. გაფუჭებულ, აფუებულ, ამჟავებულ, დამპალ ჭიებით და მატლებით სავსე პურს არავინ არ ჭამს. და ღმერთი გვეუბნება რომ არ მივიღოთ ეს წუთისოფლის სიბინძურე. არ მიგვიღებს ეცა. ამენ? მე პურში ფული გადავიხადე, მე რომ მატლია, ვერ გადავაგდებ. ასე მოიქცევი? არა, რა თქმა უნდა. მოდით ნახოთ ეს ადგილი. პატარა ცოდვა ძვირფასნო. იყოს ის რატოშლი. პატარა ცოდვა. სულ პატარა ცოდვა. დღესვე აღმოფხვერი შენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ დიდში არავინ არ ვარდება. მე დარწმუნებული ვარ, აქ არ არის ვინმე ისეთი რომ დღეს დაგეგმილი აქვს წავიდეს და ვიღაც უნდა მოკრას. არის ესეთი ვინმე აქ. ვილოცებ თუ არის. სულ პატარა, შეიძლება რა. მიხდი, ვინ მოგცა უფლება? ორივესთვის ერთნაირად არის ერთი პასუხი ჯოჯოხეთი. კვლელიც და ესე ზარმაცი. ესმის, მატყუარა, ძუნწი, ლოთი. ერთად იქნებიან ჯოჯოხეთში. დრაზრი აქვს რომელი ხარ. თავარი ამ კვლელი არ ვიყო და რა უჭირს დანარჩენს. ადამიანს არ მოპარავ თორემ თავრობას მოპარდე კაცო. ესმის. ხილად იყავით ძვირფასებო. ამენ? მოიშორე პატარა. კიდე რას აკეთებდა იესო ძვირფასებო? მოდით ნახოთ ის სურათი წერა რო აჩვენა. იესო ანგრევდა არასწორს ყოველთვის. ტაძარში, აი საიდან იწყება ყველაფერი. ამენ? აყირავა იესომ არასწორი წარმოდგენები, შენს გონებაში უნდა გააყირავებენო უფალს არასწორი წარმოდგენები. უნდა მიიღო გადაწყვეტილება და უთხრა უფალო, გეთანხმები, ვინანიებ, ამინს გეუბნები რომ მაინც ისევე ვცხოვრობ. მომეხმარე უთხარი. რომ რასაც ვიტყვი იმის შემსრულებელი გავხდე. ჰალელუია. მოიშორე პატარა ცოდვები შენი სახლიდან. არ დაუშვა პატარა ცოდვები შენი სახლიდან. იმიტომ ეს პროცესი გაიზრდება. გესმით? მოდით ნახოთ შემდეგი. დასაწყისში იყო სამარხი იესოს და ნახეთ ცხოვრებამ რა აქცია ის. ნელ-ნელა, ეტაპობრივად. კალათი, კვერცხები, ბაჭიები გამოჩნდნენ. ერთ-ერთი ვერსიაა ბაჭიების. ძალიან მალე და ხშირად მრავლდებიან და ნაყოფიერი რო იყო.
და იესოს არ უთქვამს ბაჭია უნაკლო კრავი დაკალიო გითხრა. ამენ? საიდან? ათასი ვერსია აქვს კვერცხსაც ვიფასნო. სისხლით შეიღება. მზის სიმბოლოა. მაგრამ მე ფერებიც მისცეს. გალუბოების ფერები არ მოწონთ. მაგრამ ეს ყველაფერი ეს ფერები აქვთ უკვე. ყველა ფერზე შეღებილი. თუ სისხლის ფერი უნდა იყოს, სხვა ფერი რატო არის? და ასე შემდეგ. რო არ გავჩერდეთ ახლა ამაზე. ამენ. შემდეგ რა გააკეთა უფალმა ძვირფასებო? დიადი მისია დაავალა ხალხს. მოდით ვნახოთ ეს ადგილი და ამით უკვე მოვრჩებით. მივიდა მათთან იესო და უთხრა: მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე, ამიტომ წადით. ნახე საიდან იწყებ, წასვლით. სახში დარჩით თუ არ წერია, წადით. და მარტო წადიო არ წერია, ერთად წადითო, ერთად იყავითო, ერთობა. ვიღაციდან არ იწყება ერთობა, შენიდან იწყება ერთობა. ამენ? სიყვარული ვიღაციდან არ დაიწყება, ნუ ელოდები, შენიდან დაიწყე. ჰალელუია. და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლესისანი მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ და აჰაბე თქვენთან ვარ ყოველ დღე წუთისოფლის აღსასრულამდე. ამენ. იესო წავიდა და რა უქნათ ჩვენო იესოს უთხრეს. რა გვეშველება ახლა უშენოთ. და უფრო კარგად იქნებითო იესო თქვა, სულიწმინდას გამომიგზავნით. მაგრამ თქვენ ერთად იყავით, ერთად წადით, უქადაგეთ ხალხს, რომ მოახლოვებულია ღმერთის სამეფო. ამენ. რას ნიშნავს ღმერთის სამეფო რომ მოახლოვებულია? ასევე ზუსტად პარალელურად მოახლოვებულია ეშმაკის ჯოჯოხეთაც. და შენ უნდა აირჩიო, რომელში უნდა წახვიდე. თუ ასე ამოვნებ უფალს, ის გეტყვის, მოდი ჩემთან. ღირსეულო. ამენ. ჩემთან იქნები. ამიტომ შენი საქციელით შენ წვეთ, შენ ხვალინდელ დღეს და მომავალს. იესოს სახელით. და ყველა თქვა. მოდი წამოვდგეთ ძვირფასებო. ჰალელუია. მადლობა ჩვენს უფალს.